გამარჯობა მოგესალმებით ვანოს შოუ, პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. გადაცემის სპონსორია PSP. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. გადაცემას ვიწყებ ტრადიციულად ძვირფასო მეგობრებო, სოლიდარობას უცხადებ უკანონოდ დაკავებულ ჩვენი გუნდის წევრ ონისეს ხადაძეს და მასთან ერთად ყველა უკანონო დაპატიმრებულ მოქალაქეს. მათ რიცხვებს გუშინ შეემატა პოლიტიკოსი ზურა ჯაფარიძე თავისუფლებას უსურვებ ზურას. ვიწყებ ცენტრალური თემით, ქართული ოცნება ღრმამწუხარებით იუწყება, რომ Deep State-თან თავგანწირულ ბრძოლაში დამარცხდა დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია. ნახოთ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადება ძვირფასო მეგობრებო. ქართული ოცნება ანტიამერიკული ძალაა. ამ ინფორმაციის შემდეგ მე მგონი დროა საქართველოში ბუშის ქუჩას დაემატოს ჯო უილსონის ქუჩა, ტრამპის გამზირი და მარკო რუბიოს სახელობის მოსასვენებელი სკვერი. გახსოვთ ალბათ არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერთი კვირის წინ ღია წერილით რომ მიმართა დონალდ ტრამპს. ამერიკამ კობახიძის წერილის სავარაუდოდ წაიკითხა და აგერ უკვე შემდეგ კვირას რუბიომ თქვა ოცნება ანტიამერიკული ძალაა და ზომებს მივიღებთ რომ თქვენმა მთავრობამ ფასი გადაიხადოსო. ალბათ ამ წერილის შემდეგ ამერიკა მიხვდა ამ ფსიქოპატების ხელში როგორ მძიმე მდგომარეობაში ვართ ხალხი და გადაწყვიტეს რომ გვიშველონ. მოკლედ ზარქუას უკვდავი სიტყვით მინდა აქედან გამოვეხმაურო ამერიკას. მისტერ ტრამპ, აბა თქვენ იცით. Go, მისტერ ტრამპ. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ამ განცხადებაზე რა შეიძლება იყოს ოცნების გაправება. მოდი აი ბევრი რო არ ვიფიქროთ, ალბათ თანამდებობას გამოიყენებენ. რუბიო ვინ არის? სახელმწიფო მდივანი. ახლა კაცი მდივანია რა. ხან ყავას მოადუღებს, ხან ზარებს უპასუხებს. მდივანს ვინ კითხავს საქართველოში რომელი მთავრობა რა იქნება რომელი იქნება. ეს ათქმევინეთ ზარქუას. ჩაინიშნეთ, გამოგადგებათ ეს გაправება კარგია, დამიჯერეთ, ამაზე უკეთეს ვერ მოიფიქრებთ. მდივანი წარმოიდგინე, მდივანი ყავას ადუღებს, აბა რა საკეთე. რუბიოს განცხადებაზე დიდხანს არ უფიქრია საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიძის, ეგრეთ წოდებული ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრ. ჩავამატებ აქ. მოდით ნახოთ როგორი ანალიზი გაუკეთა მან სახელმწიფო მდივნის განცხადებას. დღევანდელი პასუხით დადასტურდა რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებით დღესდღეობით არ არსებობს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაში. მე მგონი აუცილებელია რომ ყველა ოცნების ყველა კანდიდატმა მინისტრად დანიშნვამდე გაიაროს ტესტირება ზოგად უნარებში. მე ასე ვფიქრობ, ძალიან აუცილებელია, იმიტომ რომ აგერ საგარეო საქმეთა მინისტრს აშკარად წაკითხulis გააზრების პრობლემა აქვს სერიოზული. ზოგადად ყველა ქოცი ეგრეა, წაკითხulis გააზრება უჭირთ, სამაგიეროდ მათემატიკურ ნაწილში ძლიერები არიან, ფულს ითვლიან კარგად. ოცნების წევრები გვიმტკიცებენ ასე არ უთქვამს რუბიოსო, რუბიოს განცხადებიდან ის ჩანს რომ ამერიკას ჯერ არ აქვს ჩვენი ქვეყნის მიმართ რამე კონკრეტული პოზიციაო. ხალხო ქართულ ოცნებაში შეიძლება არ იციან, მაგრამ აქეთ ვიცით ინგლისური ცოტაოდენი. იმდენი მაინც ვიცით რომ anti-American government გავიგოთ რას ნიშნავს. ირაკლი კობახიძემ თავის ღია წერილზე ამერიკის პრეზიდენტს ერთი ძალიან საინტერესო პრეტენზია წაუყენა წინა გადაცემაში გამომჩა და აი ამ გადაცემაში გადმოვიტარე. მოდით ნახოთ ამონარიდი აი ამ წერილიდან. იმ ფონზე რომ თქვენ არაერთ თუნდაც ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოებთანაც აწარმოებთ აქტიურ დიალოგს და კომუნიკაციას, საქართველოსთან დაკავშირებით თქვენს დუმილს ჩვენთვის ლოგიკური ახსნა არ აქვს. წარმოგიდგენთ რას ეუბნება, რას უწერს. ანუ ჩვენც დიქტატორები ვართო და რა დავაშავეთ, რომ ყურადღებას არ გვაქცევთო და არ გველაპარაკებით მაკედანო. ანუ თუ ეს არ არისო საკმარისო, შეგვიძლია უფრო მეტი ვიძალადოთ ხალხზე და ჩავყაროთ ციხეებში, ლიჟბი ვიღაცამ გამოგხედოს ამ თეთრი სახლიდან.
ოხ შენ რა გითხარი მარკო რუბიო, რა დროს ეს განცხადება იყო? ირაკლი ყობახიძე ამას ელოდა შენგან. პრემიერ-მინისტრი რამდენიმე დღის წინ ალბანეთში იმყოფებოდა სერიოზულ სამიტზე და მსოფლიო ლიდერებთან ამის დაალაგა ურთიერთობები. მოდით ნახოთ ირაკლი ყობახიძის ზეწარმატებული ვიდეოს, ძვირფასო მეგობრებო. ესე იგი მე მოგიყვებით რა ხდებოდა ალბანეთში სამიტზე, მთავარ თემას მოგიყვებით. ირაკლი ყობახიძეს გავლისას ხელი დაარტყა მხარზე მაკრონმა. მერე მთელი 25 წამი ისაუბრეს. საუბარი იყო ძალიან ნაყოფიერი და მომავლის იმედებით დატვირთული. დანარჩენი 23 საათი, 59 წუთი და 35 წამი იმ სამიტზე საინტერესო არაფერი მომხდარა. მაკრონმა ყობახიძეს მხარზე ხელი მოუთათუნა და გამოესაუბრა ამ კადრებს იმედი მთელი დღე აშუქებდა, არა და სინამდვილეში ხელი კი არ დაარტყა, მტვერი გადაწმინდა. იმდენი ხანი იყო უყურადღებო და უმოძრაოდ ირაკლი, რომ ფაქტიურად მტვერი მოედო და შესაბამისად დაკრა ესე კოსტუმზე და ჩამოიფერდა. ყობახიძე ალბანეთში გამართულ სამიტზე ოფიციალურად მხოლოდ ორბანს და სერბეთის ლიდერს შეხვდა, მერე მარტო იდგა უხერხულად, აი დაახლოებით როგორ იდგა იცი, აი ტაძრის ეზოში ცხვარს რომ გაუშვებენ და აქეთ იქით რომ იყურება რომ არის ის და გააკეთოს სხვარმა გააუგნებული რო არც არაფერი არ დაბნეული რო აი ეგრე ხავდა ივანიშვილის ყობახიძე გაშვებული სამიტზე. მოკლედ ირაკლი ყობახიძე მოწევა რომ დაიწყოს მოსაწევ სივრცეში გაცილებით მეტ ადამიანს შეხვდებოდა იმ დღეს ძვირფასო მეგობრებო. ალბანეთის ვიზიტის შემდეგ ხელის მხარზე მოთათუნებით გათამამებულმა ირაკლი ყობახიძემ ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა, ნახოთ რა თქვა. როგორც ჩანს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა მოსწყურდათ. მართალია მაკრონიც იმიტომ გამოელაპარაკა და დაელაპარაკა რამდენიმე წამით რომ ყობახიძის წყურვილი აღრჩობდა და ცოტათი დაიკმაყოფილა. აი მაგ დღეს კი მე მაგალითად ჩემი თვალით დავინახე გერმანიის კანცლერს ხელები როგორ უკანკალებდა. აშკარად ეთყობოდა ყობახიძის წყურვილისგან იყო დაუძლურებული. დაუძლურებული, დასნეულებული. ვინ არის ეს ყობახიძე? ხალხს ვიცი ეს რა ლომკა აკიდა ამ ევროპას. ურთიერთობის მოწყურების. რამდენიმე სიტყვით მინდა შევეხოთ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს. ძალიან დიდი მობილიზაცია მოახდინა ქართულმა ოცნებამ ამ დღესთან დაკავშირებით. ოჯახის სიწმინდის დღეს სავსე იყო ქუჩა პოლიტიკოსებით, ხოც აქტივისტებით, ოცნების მხარდამჭერი ცნობილი სახეებით, მათ შორის მრავალწოლიანები, ზოგი ისეთი, ზოგი ასეთი, ზოგი ისეთი იყო, რომლის ორიენტაციაზეც 1000 ჭორმართალი დადის. მოკლედ ბევრი იყო ისეთი, რომლისთვისაც ოჯახი და სიწმინდე არაფრის მომცემი უინტერესო სიტყვათა წყობა არის. ოჯახის სიწმინდის დღეს აქციას სოტნე ივანიშვილი შეუერთდა. ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა უკანონო დაკავებულ პატიმრებზე, ნახოთ რა უპასუხა ჟურნალისტ სოტნე ივანიშვილმა. გული მტკივა და თანავუგზნობ მათ ძალადობრივ კადრებსაც როცა ვხედავ, მამაჩემსაც ყველაზე მეტად სტკივა გული და უყვარს ქართველი ახალგაზრდები. თურმე ბიძინას ძალიან განიცდის. ბიძინაც ძალიან განიცდის ამ ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობას. ეს რეები ნახა ამ კაცმა. ეს რეებს უყურა. მაგრამ რა ქნას? თავს ზემოთ ძალა არ აქვს. ვის დაურეკოს? ვის რას თხოვოს ახლა ბიძინა ივანიშვილმა? როდის ეგ იყო პრემიერ-მინისტრი? ვის ახსოვს საერთოდ? რა ვიცი ვის ეხსომება ვინმე 2013-ში ვიღაცა პრემიერ-მინისტრს რა მახსოვს რა ვიცი. ბიძინა ივანიშვილა ზოგადად ქართული ოცნება რომ ახალგაზრდებზე და მათ ჯანსაღ ცხოვრების წესზე ზრუნავს, ეს შემდეგი ინფორმაციიდანაც ძალიან კარგად ჩანს. ქართულმა ოცნებამ დიღმის სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსი ააშენა და იქ ცნობილი სახეები დაასაქმა. მათ შორის არიან მომღერალი თემურ თათარაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე და არიან კიდევ ვიღაც მსახიობები ასე შემდეგ. ბევრი არიან ერთ სიტყვით. ანცეთში ისწავლება ცურვა, ტანვარჯიში კარატე და სხვა სპორტული დისციპლინები. ერთი სიტყვით ნახევარმა ქართულმა ესტრადამ სიმღერას თავი დაანება და ბავშვებს კარატეს ასწავლეს. ისე ხო არ ჯობია სახელი შეუცვალოთ მაგცენს და გამაჯანსაღებლის ნაცვლად დავარქვათ მიუსაფარ ესტრადის მომღერალთა და ხელოვანთა დიღმის პანსიონატი. ჩვენს ხარჯი არ ჩენთ და ბარემ პანსიონატი ერქვას. თქვენც მოგეხსნებათ უხერხულობა და ჩვენც შესაბამისად. თათარაშვილი უკვე სპორტის ოსტატი არის მომღერლობასთან ერთად.
სცენაზე აწი ესე გამოა. ჰოჯიმე, მე სანამ შენამდე მოვედი. ძალიან ბევრი ვიარ, ოს და დირადა. მოდი თქვათ, რომ წინა ხელისუფლებასაც ყავდა მომღერლები გაფორმებული სხვადასხვა სამსახურებში. მაგალითად, ალპინის წმენდავებად. მახსოვს ესეთი მუსიკალური ჯგუფები იყვნენ ამაში გაფორმებული. ამათ ყავთ უკვე ცურვის და კარატის სპეციალისტებად გაფორმებული. ერთი სიტყვით სპორტი რომ ძლიერდება, ეს ძალიან კარგია ძვირფასო მეგობრებო, მაგრამ რა არის ისი ქართული კერლინგია ძალიან მიგდებული და რეზო და ბავშვებს ხوار ჩავაბაროთ, აბა იფიქრეთ. აბა იფიქრეთ მაგაზე, აქაც რა მოვწიოთ ეს ამბავი. გადავდივართ რუბრიკაზე რაღაც ხომ კეთდება. თბილისის მერმა 2 დღის წინ გვახარა რომ რიყეზე დაანგრევენ ცნობილ დოქების შენობას და მის ნაცვლად სასტუმროს ააშენებენ. მოდით ნახოთ კალაძის განცხადება. ნაგვის ბუდე აღნიშნული სიმახინჯის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. ნაგვის ბუდე და სიმახინჯეო, ხდებით, ასე აღწერა კალაძემ რიყის დოქები, რომლებიც თანამედროვე არქიტექტურული შენობების ოცეულშია შესული და ესენი ანგრევენ. მე მესმის ხალხში აზრთა სხვადასხვაობა არის. ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს, მაგრამ ფაქტი ესეთია, რომ ოცეულში შედის. აი წარმოიდგინეთ ხალხო, 20 საუკეთესო თანამედროვე შენობა დგას მსოფლიოში და აქედან ერთ-ერთი დგას ჩვენთან. და ამას ანგრევენ. ამიტომ ჯობია რომ დავანგრიოთ. როცა ქვეყანა სიბნელისკენ აქვს გეზი აღებული, არაფერში არ გვჭირდება რამით მაინც ვასოცირდებოდეთ თანამედროვე სამყაროსთან. თან ღირსებიც არ ვართ ახლა ამ შენობის. ამიტომ დაანგრიეთ და ჩაუშვით ისევ დუქნები და ავაგუგუნოთ როგორც ეს იმ მონატრებულ 90-იანებში იყო. კახი რაკენი იცი, დაანგრიეთ ეს დოქები და ისეთი რამ დადგით, რომელიც თქვენს გემოვნებაში ჯდება. თქვენ ხო ძალიან გემოვნებიანი ხალხი ხართ, ძალიან გემოვნები. მაგალითად, ბოლო შედევრი რაც იყო თქვენი ძალიან კარგი იყო რუსთავში, რომ 64-ის კარიბჭის ძეგლი დადგით. აი ეს უმაღლესი არქიტექტურული შედევრი ის დადგით აი აქაც. რატომ უნდა დაიკარგოს ეს უნიკალური ხელოვნების ნიმუში? თან რუბიოს ბოლო განცხადების შემდეგ ნათლად ასახავს ეს ძეგლი იმ მდგომარეობას, სადაც ამჟამად იმყოფებით და ამიტომ ეს ძეგლი პირდაპირ მან რიყეზე დავდგათ, რა პრობლემაა? ნუ ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს, მაგრამ პირველი მერცხალი უკვე გამოჩნდა. გახარია ძალიან თამამია. ძალიან თამამი და ღიად გვეუბნება რომ მერის არჩევნებში იღებს მონაწილეობას. პრინციპში რატომაც არა. სავაჭროდ ახლა დიდებული პერიოდია. ისია ფასები გაზრდილი მწვანილზე და ოპოზიციურ პარტიებზე, რომ აი ვერ მიეკარები. ცეცხლის ფასი აქვს. გახარია გავს პრიმერა დივიზიონის ოსასუნას. სეზონის დაწყებისას იცის რომ რეალი ან ბარსელონა გახდება ჩემპიონი, მაგრამ მაინც თამაშობს. ვაი და იქნება ფრეგააგოროს სადმე ან რაღაცა 2 კაპიკი გამორჩეს სადღაც რაღაცას. აი რაღაცა თეთრებს სადღაც. გახარიას არჩევნებში მონაწილეობაზე ასეთი რეზიუმე შეიძლება გავაკეთოთ. მოგებით ვერ მოიგებს, მაგრამ არც წააგებს. იმიტომ რომ გახარია მართალია ვერ მოიგებს, მაგრამ რომ წააგოს, ახლა ისეთი ხელსაყრელი პერიოდია, რომ წაგებითაც მოიგებს. ხედავთ? როგორი ჩამაფიქრებელი სიტყვები ვთქვი, ძვირფასი. აი ოპოზიცია სად არის ახლა ძალიან მაინტერესებს. ხალხო გახარიამ გამოთქვა უკვე არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. სად ახართ თქვენ გამაგებინეთ? თქვენ რა პოზიცია რას აფიქსირებთ? მე ვფიქრობ ახლა არის ზუსტად ის მომენტი, როცა ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და ხელი მოაწეროს მემორანდუმს გაერთიანების შესახებ და შექმნას ერთი დიდი პლატფორმა, რომელზეც გაერთიანდება ყველა პლატფორმა, რაც აქამდე შეუქმნიათ. არავით ხელისუფლება კი არ შეიძლება, მაგრამ ის პლატფორმები აღარ დაიკარგება, რაც აქამდე გააკეთეს, თორე იმდენია უკვე რომ შეიძლება ბევრი გაიბნეს ესე სიჩქარეში და ვეღარ მივადევნო თვალყური აი ამ პლატფორმებს. მონოლოგის ბოლოს მინდა ერთი რაღაც გითხრათ, მიუხედავად ყველაფრისა, ყველაზე მაგარი ქვეყანა ვართ მაინც საქართველო. მეცაც გეტყვით, ყველაფერში პირველები ვართ და რატომ იცით? ყველა რო თავის საქმეს აკეთებს, ამიტომ ვართ ყველაზე მაგრები და ყველაფერში პირველები.
მომღერალი რო კარატის მასწავლებელია, ფეხბურთელი ქალაქის მერი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი დეპუტატი, აგროინჟინერი, პოლიციელი, არც ისე წარმატებული ფეხბურთელი პრეზიდენტი და რაც მთავარია ბატების მწყემსი ქვეყნის მართველი, აი ამ ყველაფრის ფონზე მართლა კარგად ვარ ძვირფასო მეგობრო. ამიტომ ვერ მოგვერევიან. ვერ მოგვერევიან ესა ჩემი ბოლო სიტყვა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურ აფორმებს ბენდით ამონალეკო ეჟილსენგოს. მადლობთ. გადაცემის სპონსორია PSP. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. სიახლე გვირილაში გაატარა მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა.